მოგესალმებით მეგობრებო, ყველა მიცის რომ ვაგროვებ ცალ ტყვიებს და დავეძებ მას ყველგან სადაც კი ხელი მიმიწვდება. ეს იქნება სამეგობრო წრე, მაღაზიები თუ ასე და ასე შემდეგ. მოკლედ გადავაწყდი ესეთი საინტერესო კონსტრუქციის ტყვიას, რომელსაც ჰქვია Turbo Action-ი, არის თურქული წარმოების, წარმოებელი არის IAFI, 12 კალიბრი, 70 მმ და ტყვია იწონის 33 გრამს. ტყვია დამუხტულ მდგომარეობაში გამოიყურება აი ესე. ხოლო უშუალოდ ტყვია ჭურვი გამოიყურება აი ასე, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო დიზაინი და ეს ტყვია მე მაგონებს მაიერის ტიპის ტყვიას და გუალანდის გუალბოს ტიპის ტყვიას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მაიერის და გუალბოს ჰიბრიდული ტყვია, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ეს ერთი ტყვია იმეორებს როგორც გუალანდის, ისე მაიერის ტყვის ტიპს. ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. აი თუ დავაკვირდებით, ამოვატრიალებთ ერთი და იგივე შინაარსის, ერთი და იგივე მახასიათებლებს იმეორებს, მოკლედ ეს ტყვია და მაიერის ტიპის ტყვია. ასევე თუ კარგად დავაკვირდებით გვერდებს და გარე დიზაინს, კარგად შევამჩნევთ მათ შორის საერთოს, ისინი გვანან ერთმანეთს ძალიან, გუალანდის და ეს ახალი ტიპის ტყვია, რომელსაც მე დავარქვი გუალანდის და მაიერის ჰიბრიდი. უშუალოდ საქმეში როგორი იქნება, არ ვიცი, ჯერჯერობით არ მისვრია. ახლა დავათვალიეროთ უშუალოდ ამ ტყვის შეფუთვა. მოკლედ ესეთი არის შეფუთვა. წინა მხარე. გვერდიდან აწერია ესეთი ინფორმაცია აქვს, რომ ტყვია წარმოქმნის დაახლოებით 1050 ბარს და არ შეიძლება მოკლედ ამ ტყვის სროლა ესეთი თობებიდან, რომელიც არ არის გათვლილი შესაბამის წნევაზე. ხოლო რაც შეეხება ჩოკურ შევიწროებას, რომელიც ჩოკიდან უნდა ვისროლოთ, ამ შეფუთვაზე მაგის საკრძალვა არსად არ აქვს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ ტყვის სროლა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის ჩოკით, მათ შორის სრული ჩოკით. საქმეში რას და როგორ იზავს აი ეს ახალი ტიპის ტყვია არ ვიცი. ესეთი ტყვია მე არ შემხვედრია არსად, მათ შორის არც ინტერნეტ სივრცეში.